თუ იარსებებს მტკიცებულებათა ერთობლიობა ამ შემთხვევაში საქმის პროკურორმა არ გამორიცხა, რომ ბრძანების გამცემი პირებიც მიეცნენ პასუხისგებაში. ასეთი იყო პროკურორის პასუხი კითხვაზე, რატომ არ დაინტერესდა გამოძიება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ექს-შეფით, მისი მოადგილეებით, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს, იმ პირებს, რომლებიც მიეცნენ პასუხისგებაში და ორი მათგანი პატიმრობაშიც კი გაუშვა მოსამართლემ. ყველა სპეცრაზმელი დაკავებული დავიწყოთ ამ საქმით. ყველა დაკავებული სპეცრაზმელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ისინი არ უარყოფენ, რომ იძელოდეს მოქალაქეებზე, მათ შორის ნაწილმა გადააბეტა უფლებამოსილებას ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილშიც და იზოლდა ჟურნალისტებს. ამ ბრალდებას არ უარყოფენ და აღიარებენ სპეცრაზმელები, თუმცა არის სანაცვლო ჯერჯერობით უცნობია. პროკურორმა თქვა, რომ ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბარი სპეცრაზმელებსა და საგამოძიებო უწყებას შორის. ორი დაკავებული სპეცრაზმელი ისე გაუშვეს პატიმრობაში, რომ მათ არ ყოლიათ უფლებადამცველი, საკუთარი თავის დაცვა მათ თავად უწევდათ. რაც შეეხება მტკიცებულებებს და პროცესის დახურვას, პროკურორი ამტკიცებს, რომ საგამოძიებო უწყებამ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო დაკავებული სპეცრაზმელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ მათი უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული, არ უხდარიყო მათი ასე ვთქვათ, მათზე თავდასხმა, თუმცა საქალაქო სასამართლოში მანდატური სამსახური საპოლიციო ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში იცავენ ყველა პატიმროს უფლებას და რაში დააჭირდა პროკურატურას ამგვარად აეხსნა პროცესის დახურვის გადაწყვეტილება. ჩვენთვის უცნობი გახდა ბოლომდე. რაც შეეხება საქმის მასალებს, ჩვენ ბუნებრივად დავინტერესდით მტკიცებულებათა ნაწილზეც, მაგალითად მოწმეთა სიაზე რა ასახის მტკიცებულებები ჩადო საგამოძიებო უწყებამ დაკავებული სპეცრაზმელების წინააღმდეგ, თუმცა პროკურორმა თავი შეიკავა ამასთან დაკავშირებისას თქვა მხოლოდ ის, რომ 500-ზე მეტი მოწმე გამოკითხეს ამ ხვაურიან საქმეზე, მათ შორის გაშიფრეს ვიდეო მტკიცებულებები და მას შემდეგ რაც გაჩნდა მყარი მტკიცებულება სპეცრაზმელების წინააღმდეგ, ამის შემდეგ მიიღეს უკვე მათი დაკავების გადაწყვეტილებას. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ განიხილა აქვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხი, გაიზიარა სრულად და მათ ორი ბრალდების შეიფარდათ პატიმრობა. რაც შეეხება პოზიციას, ბრალდებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. თომის დახურვის მიზეზი გახდა პროცესის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოება. როგორც მოწმეები, როგორც მოგეხსენებათ, საქმეზე არაერთ საგამოძიებო ქმედებაა ჩატარებული, გამოკითხულია 550-მდე პირი, გამოთხოვილია ასეულობით ვიდეო ჩანაწერი და განხორციელდა ხსენებული ვიდეო ჩანაწერების დათვალიერება, დანაშაულის შესაძლო ჩამდირ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად საქმე თავისი მოცულობით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თუ იქნება მოპოვებული ის მტკიცებულები, რომელთაც მოხდება სხვა შესაძლო დანაშაულის ჩამდირ პირთა იდენტიფიცირება, ბუნებრივია მათ მიეცემა სამართლების შეფასება. დაკავებული სპეცრაზმელების საქმე ორ ნაწილად არის გაყოფილი. საქალაქო სასამართლოში ორი პირი უკვე გაუშვეს პასუხისმგებლობას ციხეში მოსამართლის გადაწყვეტილებით. ესენი არიან ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე სპეცრაზმელები, მათ შორის ორივე მოქმედი სამართალდამცავია, ერთ-ერთი მათგანი სუსის სპეცრაზმის ერთ-ერთ სამმართველოს ხელმძღვანელობდა, რაც შეეხება მეორეს ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო. ორივე მათგანმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. პროკურორმა არ გამორიცხა, რომ თუ კი ლევან ხაბეიშვილს ექნება იმის სურვილი, რომ მიცეს ჩვენება საგამოძიებო უწყებას, ის გამოიკითხება ციხეში გამომდინარე იქიდან, რომ ლევან ხაბეიშვილი დღესაც ამტკიცებს, რომ მასზე თავდასხმა არა ორმა სპეცრაზმელმა, არამედ 10-მდე სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა მოახდინა ზვიად ხარაზიშვილის ბრძანებით და ის ითხოვს სწორედ ყველას პასუხისგებაში მიცემას. სამი დაკავებული სპეცრაზმელი შესახებჯელობს ამ წუთებში სასამართლო, მათ შორის არიან ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში მონაწილე ერთი სპეცრაზმელი, ყოფილი სპეცრაზმელი და ასევე ზვიად მაისაშვილზე თავდასხმაში მონაწილე ორი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ამჟამად დასვის პოლიციის თანამშრომელი იყო. ისიც რჩებოდა სისტემაში, მუშაობდა, როდესაც მას დაადო გამოძიება ხელბურკილი. სამივე მათგანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა რას განმარტავენ მოტივად, ჩვენთვის უცნობია. ვიცით ადვოკატებისგან ის, რომ სპეცრაზმელები ამბობენ, ხას უსვამენ იმას, რომ მათ დავალება არავისგან არ მიუღიათ, რომ თავდასხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ჟურნალისტებს. 8 წლამდე პატიმრობის მუხლი აქვს წარდგენილი ყველა სპეცრაზმელს. რამდენ წელს დაყოფენ ისინი ციხეში, ამას გავიგებთ მას შემდეგ, რაც უკვე ამ საქმეზე დაიწყება სასამართლოს არსებითი განხილვები.